ქართული ორიგინალური დრამატურგიის 100 წლეული სამეცნიერო შემეცნებითი გადაცემათა ციკლის პრეზენტაცია 15 ივლისს გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ლიტერატურად მცოდნეები, პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტი აუდიტორიას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე მოღვაწე ქართული დრამატურგების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოუთხრობს. 12 ნაწილისგან შემდგარი გადაცემათა ციკლის მიზანი ეროვნული დრამატურგიული მემკვიდრეობის კულტურულ, ლიტერატურული მნიშვნელობის წარმოჩენა და უახლესი სამეცნიერო ცოდნის მულტიმედიურ ფორმატში გავრცელებაა. ქართული დრამატურგი, ორიგინალური დრამატურგიის 100 წლეული ეხება ქართული დრამატურგიის, ასე ვთქვათ, დასაბამს და აი პირველ 100 წელს, რომელიც 1860-იანი წლებიდან 1960-იანი წლებამდე განვლო. პროექტზე მუშაობა დავიწყეთ წელიწადნახევრის წინ და ერთ წელიწადში ჩატარდა ეს სამუშაოები, განხორციელდა ჩაწერები, შემდეგ მონტაჟი, შემდეგ ხმის დადება, ინგლისური ტიტრების დადება და აი უკვე ბოლო 3 თვეა მიმდინარეობს ამ პროექტის შედეგების პრეზენტაცია, წარდგინებები. ქართული დრამატურგია არის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფერო. აქ შესწავლილია როგორც მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, ისე საქართველოში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე და ვფიქრობ, რომ ეს ახლებური კვლევა და ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება. თითოეულ ეპიზოდში კომპეტენტური ავტორები, მკვლევრები და ლიტერატურად მცოდნეები ქართული დრამატურგების შემოქმედებით თავისებურებებს განიხილავენ. ამასთან წარმოაჩენენ მათ კავშირს ევროპის ლიტერატურულ და კულტურულ სივრცესთან. დრამატურგია არის სრულფასოვანი მოვლენა. ის არ არის გერი, ის არ არის დანამატი პროზისა და პოეზიისა. და მას აქვს არა მარტო მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებრივი და ლიტერატურული ყოფისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ასე ვხედავთ თითოეული ჩვენგანი, ვინც მონაწილეობთ ამ პროექტში და გვინდა რომ ვიდეო სერიალის მეშვეობით ყველა ადამიანებამდე მივიტანოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებამდე მივიტანოთ მნიშვნელობა დრამატურგიისა ზოგადად და ცალკეული დრამატურგებისა კერძოდ. სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული თანამედროვე აუდიოვიზუალური რესურსი ქართულ დრამატურგიას ევროპული დისკურსის ნაწილად წარმოაჩენს და აუდიტორიას მის კულტურულ მნიშვნელობას აცნობს. ცნობილია, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს 3 მისია. პირველი არის სწავლება, მეორე არის კვლევა და მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის სწორედ საზოგადოებისმრივი ჩართულობა, საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ საქმიანობა. ეს გულისხმობს სწორედ მეცნიერების, კვლევის, ლიტერატურის, ხელოვნების, ღირებულებების პოპულარიზაციას. ამ მისიას უნივერსიტეტი ასრულებს და უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი ასრულებს უკვე 10 წლეულზე მეტია და ჩვენი დღევანდელი პროექტიც ამის შესანიშნავი ილუსტრაცია და დასტურია. გადაცემათა ციკლი 2020-2023 წლებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომზადებული შემდეგი პროექტების კონცეპტუალური გაგრძელებაა. მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა, ნამდვილი ისტორია. ქართული ლიტერატურა 90 წუთში, ლოკალური და გლობალური. ქართული საბავშვო ლიტერატურა დედაენიდან სალამურამდე. პროექტი ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.